მოგესალმებით. დღეს არის ჩვენი შემდეგი ეპიზოდი, e-commerce review-ის შემდეგი ეპიზოდი და სტუმრად ვართ კომპანია დასტაში, რომელიც არის საარქივე სასაწყობე კომპანია, ძალიან საინტერესო ბიზნეს მოდელით და ვესტუმრეთ დასტას გენერალურ დირექტორს ნინო კუხიანიძეს. ნინო, მადლობა რომ დავთანხმდით ინტერვიუზე. და პირველ რიგში მაინტერესებს როგორ გაჩნდა ზოგადად დასტას იდეა რა, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი რომ მოგვიყვეთ. მადლობა ლადო პირველ რიგში რომ აქ ახართ და დაინტერესდით ჩვენი კომპანიით, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ მართლა ბევრი გვაქვს სათქმელი და მოსაყოლი და თან რაღაცნაირად ამ ასეთი სივრცე არ მოგცემია აქამდე რომ ბევრი ვისაუბროთ ჩვენზე. დასტა რეკორდს მენეჯმენტი 2014 წელს დაარსდა, ეს არის პირველი კერძო საარქივე კომპანია საქართველოში და როგორც არქივი, ისე შემოვედით ჩვენ სასაწყობე ბიზნესში. ჩვენი დამფუძნებლები არიან ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები. შესაბამისად, ისინი უკვე კარგად იცნობდნენ ამ ბიზნეს მოდელს, რომელიც აღმოსავლეთ ქვეყნებში, ანუ უბრალოდ დასავლეთის ქვეყნებში საკმაოდ დიდი ხნის პრაქტიკა არის. და აქედან წამოვიდა იდეაც, რომ რატომაც არა საქართველოში, მოდი შევქმნათ ეს არ იყო ეგეთი არაფერი მსგავსი. მოდი შევქმნათ ეს პროდუქტი რა და ნუ რატომაც არა ცადეს და მე მგონი გამართლა კიდეც, იმიტომ რომ საჭიროება ნამდვილად არსებობს და არა მარტო საქართველოში დარწმუნებული, მოკლედ კორპორატულ სივრცეში ვისაც უმუშავია, ყველა მიცის რომ დოკუმენტებით რომ არის გადატვირთული სამუშაო სივრცე რამხელა დისკომფორტია, არა მარტო სივრცის პრობლემა იქნება, არამედ პრობლემა იქნება მერე უკვე მოძიების კუთხითაც და აი რა შეიძლება დღეები მოუნდეს თანამშრომელი მის პოვნას და იხარჯება რესურსი, ხო, შენ თანამშრომლის ამაში თან და მოკლედ საჭიროება არსებობდა, იდეაც გაჩნდა, განახორციელეს და ძალიან კარგადაც გამოგვდის და დღეს უკვე არა მარტო დოკუმენტებს ვინახავთ, ჩვენ უკვე სასაწყობე ბიზნესში უფრო გავფართოვდით და მარაგებსაც ვინახავთ და მარაგების მენეჯმენტსაც, ეგრეთ წოდებულ 3PL მომსახურებაც დავნერგეთ და ვითარდებით ამ კუთხითაც. ძალიან კარგი, ნინო, მინდა დაგიდასტურო, რომ ამ თქვენი მომსახურების საჭიროება ნამდვილად არის, იმიტომ რომ ბევრ კომპანიასთან მქონია შეხება და ეს დოკუმენტებით გადავსებული ბევრი ოფისი მინახია და მეორე ის, რომ ჩემი პირადად ორი კომპანიის საქონელი არის თქვენთან განთავსებული და ესე ძალიან დიდი კომფორტია რა. მადლობა ნდობისთვის. თან რა არის დავამატებ კიდე რომ იდეაში ჩვენ გვიწევს და მოგვიწია თავის დროზე რომ ეს მოთხოვნა შევქმნათ კიდეც ამ პროდუქტზე, ანუ იმიტომ რომ კომპანიებს არ აქვთ მაგის შეგრძნება ხოლმე ზოგადად რომ როგორ შეიძლება ეს აუთსორსინგზე გაიტანო რა, ეს მომსახურება ვერ წარმოუდგენიათ, ზოგჯერ რომ მივდივართ ხოლმე და პირველი შეხვედრა როცა გვაქვს და პირველი კომუნიკაცია, ძალიან ისე გვისმენენ ხოლმე და გვიყურებენ, ხო, რომ აი რატო ახლა მეც მშვენივრად ვაკეთებ მაგას და ამ დროს ვერ აკეთებ მშვენივრად, იმიტომ რომ დიდ დროს და რესურს ხარჯავ ამაზე და ჩვენ უკეთესად გავაკეთებთ და მოკლედ მე გვიწევს ხოლმე რა საჭიროებები დავანახოთ და ამას რო დაინახავენ მე უკვე ხვდებიან მოკლედ და მოყვებიან და ასე რომ ბაზარით შევქმენით რა ფაქტიურად მაგ კუთხით. ნინო, კიდე მინდა გთხოვო რომ აი სერვისების ნაწილი მოდი უფრო ჩავშალოთ რა, რომ უფრო დეტალურად რომ მომიყვე რა სერვისები გაქვთ დასტაში. ნუ ერთი ვიცი რომ თქვათ შენახვის მომსახურება, რითაც მე ვსარგებლობ პირადად და მოდი აი კიდე 3PL და აი რაღაცები ახსენე შენ და ამაზე მომიყევი რა. ხო, ნუ შენახვა არის თავისთავად ის ძირითადი, ხო? ეს დოკუმენტების შენახვა იქნება თუ მარაგების შენახვა იქნება და ჩვენ პოზიციონირებთ რომ დაცულ და უსაფრთხო გარემოს ვთავაზობთ ამ შემთხვევაში ჩვენს კლიენტებს და მომხმარებლებს, რაც ძალიან უმცირებთ მათ რისკებს მაგალითად და მერე უკვე ამ ყველაფერთან ერთად მისი მენეჯმენტი არის მთავარი, ხო? წეგან რაც ვახსენე, არ არის მარტო ის რომ დავდეთ და მორჩა, აქ ჩვენ ვთავაზობთ რომ მოძიება ხომ ჭირდება იმ დოკუმენტებს, იმიტომ რომ ეხლა მithumetes მაგალითად ფინანსური სექტორი არის ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი კლიენტი, ხო? ყოველდღიურად ასობით დოკუმენტი ჭირდებათ სიტყვაზე ვაყობ, ხო? ჩვენ ვართ იმის გარანტორები, რომ ამ დოკუმენტს მოგიძებნით თუ საჭიროებისამებრ 1 საათშიც კი, მოგაწოდებთ ფიზიკური სახით იქნება თუ სკანირებული სახით და საერთოდაც სულ თავიდან როცა ვიწყებთ ურთიერთობას, ხო? მან საჭიროა ესეთი მომსახურები, როგორც არის გადაზიდვა, დახარისხება ამ დოკუმენტაციის, დარეგისტრირება, თუ საჭიროა გაციფრულებაც და ასე შემდეგ. ზოგჯერ განადგურებაც, იმიტომ რომ თუ არის ხანდაზმული დოკუმენტაცია, ანუ ჩვენ რეკომენდაციებსაც გავცემთ, ხო, რომ რისი შენახვა ღირს და რისი არა ამ შემთხვევაში და განადგურების კონფიდენციალური განადგურების, იმიტომ რომ ესეც მნიშვნელოვანია, რომ სადღაც არ უყრით ამ დოკუმენტებს,
მაქსიმალურად ანუ ბოლომდე კანონმდებლობასთან სრულად იმაში ხართ რა. პროცესს ბოლომდე ვაკვირდებით, რომ იქ რაღაცა ერთი ფურცელიც კი სადღაც არ გაიბნეს მოკლედ რა და ეს არის არქივის მიმართულებით და სამპიელის მიმართულებითაც თითქმის იგივე არის, რომ მარაგები მოგვაქვს და მის მენეჯმენტში მე უკვე ვეხმარებით, კი არ ვეხმარებით, მე ვიტყოდი, რომ საერთოდ ვუნაცვლებთ რა ჩვენს კლიენტებს მაგ პროცესს და მთელ ჯაჭვს, იმიტომ რომ ჩვენ მოგვაქვს, ჩვენ აღვრიცხავთ ინვენტარიზაციას ვუტარებთ, ვინახავთ, ვუგროვებთ და მიგვაქვს მერე საბოლოო მომხმარებლამდე რა. კი, ნუ 3PL-ი ძალიან ესეთი მოთხოვნადი და ტრენდული ხდება. ეხლა ნუ ბაზრის მხრიდან არის ამაზე მოთხოვნა და e-commerce-ებისთვის, აი მცირე e-commerce-ებისთვის რა სერვისები გაქვთ, რითი შეიძლება იყოს დასტა ძალიან საინტერესო მათთვის რა. მოდი ეს ნაწილიც განვიხილოთ. კი ბატონო, იცი როგორ არის პირველი რასაც ვიტყოდი რომ რაც ერთ-ერთი გამოწვევა არის საერთოდ სასაწყობო ბიზნესში და მათთვისაც სჭირდება სივრცე არის რომ უწევთ რაღაცა მაგალითად ფიქსირებული ფართის ქირაობა და შესაბამისად მათთვის გადასახადიც ფიქსირებული არის, ხო? აი თუნდაც ისეთი კომპანიებისთვის და ისეთი e-commerce-ები იქნება ეს თუ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები არ აქვს მნიშვნელობა, ვისაც მაგალითად სეზონური პროდუქტი აქვთ, ხო? ძალიან ხშირად იწევს და ესე ვთქვათ, იკლებს მათი მარაგების მოცულობა. ხშირად შეიძლება ცარიელი კონდეთ საერთოდ ის სივრცე, რაშიც თანხას იხდიან, ხო? რაღაცა თვეების განმავლობაში. აი მაგას ვუგვარებთ და ხარჯ-ეფექტურს ვუხდით ამ პროცესს, იმიტომ რომ ჩვენთან იხდიან იმის მიხედვით ყოველდღიურად რა სივრცესაც იკავებენ. ანუ დღიური დარიცხვის მეთოდი გვაქვს, იმ დღეს რა ფართსაც იკავებ ჩვენთან, ეს იქნება ანუ ყუთით, ანუ მოცულობის მიხედვით მეტრ კუბით, შეიძლება პალეტით იყოს, სხვადასხვა ვერგებით ხოლმე რა, მოკლედ მან კლიენტის ტიპს თუ რა ტიპის აქვს პროდუქცია აქვს, რასაც იკავებ იმ დღის მიხედვით და დღეების პროპორციულად და მოცულობის პროპორციულად იხდი და ეს ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობაა. მერე უკვე რა თქმა უნდა ისევ და ისევ ის მენეჯმენტი ამ მარაგების, ხო? ჩვენთან შემოდის პროდუქცია, ვიღებთ ამ ყველაფერს, ანუ საბაჟოდან პირდაპირ შეუძლიათ ჩვენთან გამოაგზავნონ. Packing list-ი ეგრეთ წოდებული, ანუ ის დოკუმენტი ხო, რაც მომწოდებელმა მას გადმოუგზავნა და იმას ვადარებთ აბსოლუტურად და გავივლით ხოლმე რომ რაიმე უზუსტობა არ იყოს. ვახარისხებთ, რაღაცა ლოგიკას ვქმნით, რომ როგორ უნდა შევინახოთ ეს პროდუქცია ჩვენს თაროებზე. თაროებზე რატო? იმიტომ რომ როდესაც სწრაფად ბრუნვადი არის ეს მარაგები, ხო? პალეტებზე ხშირად არ არის მოსახერხებელი, იმიტომ რომ საჭირო არის რომ თითო ყუთიდან მაგალითად თითო ნივთი ამოიღო ყოველდღიურად და ეს პალეტებიდან გადაალაგე, გადმოალაგე, დროს კარგავ. ხო, თაროებზე ბევრად ესეთი არის მარტივი არის მაგ კუთხით. მანდ მე მოკლედ ვასაწყობებთ ამას რაღაც სისტემატიზირებულად ლოკაციების მიხედვით, ამისთვის სოფტიც აგვაქვს, რომ ვიცოდეთ სად რადევს. მე შემოდის ჩვენთან შეკვეთები კლიენტების, გვეუბნებიან ვისთან რა არის მისატანი, როდის, რამდენი ასე შემდეგ, აი ამ ყველაფერს მოვუგვარებთ. ჩავალაგებთ, შევკრავთ შეკვეთებს და ტრანსპორტირების მომსახურებასაც უზრუნველყოფთ ამ შემთხვევაში. ეს არის ზოგჯერ ჩვენი ტრანსპორტირება, ამ თანამშრომლობთ საკურიერო კომპანიებთან, ვისაც უფრო სათვალო გაყიდვები აქვს და უჭირდება საბოლოო მომხმარებელთან, მაგალითად ფიზიკურ პირებთან სწრაფად მიწოდება თავიანთი პროდუქტის. ხო. ნუ e-commerce-ებისთვის ძალიან ესეთი ხო და შესაბამისად e-commerce-ებისთვის ძალიან საჭირო არის თან პლუს მაგას კიდევ აქვე ხას გავუსვამ რომ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა ისეთი არის რა სულ თავიდანვე არქივზე რომ არის მორგებული ეს მარაგების მართვის კუთხითაც იმაში გამოგვადგა რომ ანუ ძალიან დაცული არის ჩვენი სასაწყობი, მაღალი ინფრასტრუქტურა არის მაღალი დონის, იმიტომ რომ უნდა იყოს აბსოლუტურად უსაფრთხოდ დოკუმენტაცია ამ შემთხვევაში, ხო, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება მათზე და თავისთავად ეს გარემო უკვე მე გაზიარებული არის ჩვენ სამპიელი მომხმარებლებისთვისაც და ნუ მე ვფიქრობ რომ საერთოდ უნდა შევინარჩუნოთ კიდეც რა თქმა უნდა, ხო, ეს ხარისხი და იმ კომპანიებისთვის ვისაც ეს პრიორიტეტი არის რომ უსაფრთხო გარემოში შეინახოს თავისი მარაგები, განსაკუთრებით მასეთი კომპანიებისთვის არის დასტა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ნუ დღეს ახლა რა თქმა უნდა სხვადასხვა კლასის საწყობები არის თბილისში მაგალითად, ხო ახლა ჩვენ მაინც თბილისის რეგიონზე ვართ კონცენტრირებული
სხვადასხვა კლასის საწყობები არის და არის რა თქმა უნდა ხა ისეთი მომხმარებლებიც ვისთვისაც დამაკმაყოფილებელი არის ეგრეთ წოდებული C კლასის საწყობი, ანუ რომელიც ძალიან დაბალი ხო დონის არის და სამწუხაროდ მე რაღაც რომ დაუსვენდებათ და დაუზიანდებათ, მე უფრო ფიქრდებიან ამაზე, მაგრამ ნუ გასაგებია ხა მანდ უკვე ბოდიში ერთ-ერთი მიზეზი რა რატომაც ჩვენ მაგალითად პირადად ავარჩიეთ დასტა ზუსტად ეგ იყო რომ ევროპული სტანდარტების საწყობია და ამიტომ ეს მომენტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა ბუნებრივია გქონდა შემოთავაზებები დაბალი ფასი, ნუ C კლასის დონე, მაგრამ იქ ნუ ძალიან დიდი იმდენად დიდი რისკები იყო, რომ დაცული არ იყო, თქვა კამერები არ ქონდათ და ასე შემდეგ და კი და მაგას ვამბობ ზუსტად, რომ მან ეხა პრიორიტეტებსაც გააჩნია კლიენტისას და უნდა შეადაროს თავისთავად, რომ რასაც ასე ვთქვათ, ამ მომსახურებაში გადაიხდის, შესაბამისი ღირებულების მომსახურება უნდა მიიღოს და ჩვენთვის ბენეფიტი ესეც არის, რომ ჩვენი გარემო ამ შემთხვევაში რა. კი. თქვენ ახსენეთ უსაფრთხოება. ხო. აი როგორ არის დასტა მოწყობილი ისე რომ ეს უსაფრთხოების ნაწილი როგორ აქვს დაცული რა? ხო, დასტაში მოკლედ როგორ ვთქვა, იმდენი თვალი უყურებს რომ ხომ ყველაფერი მოწესრიგებულად არის, ნუ ამაზე ვართ ბოლომდე პასუხისმგებლები რა და როდესაც მოლაპარაკებები იწყება ხოლმე ჩვენს კლიენტებთან თუნდაც პირველი ყოველთვის ისმის კითხვა, რომ როგორ ინახება რა გარემოში, ხო? ეს დოკუმენტაცია იქნება თუ მარაგები იქნება ამ შემთხვევაში და როგორც ფიზიკური უსაფრთხოება, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოება, ეგრეთ წოდებული IT security რაც არის, ხო? ჩვენთვის არის რაღაცა ჩვენთვის მინიმალური დონე არის უმაღლესი ამ შემთხვევაში რა, იმიტომ რომ უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული კონფიდენციალურობა ამ შემთხვევაში, შეღწევადობა და ნუ თავისთავად ახლა რითი უზრუნველყოფთ? აქ ვიდეო კამერებზე აღარც არის საუბარი, 24 საათიანი ვიდეო მონიტორინგი მიმდინარეობს და თვეობით ინახება ხოლმე ამის ჩანაწერები. თავისთავად დაცვა, ჩვენი დაცვის თანამშრომლები რამდენიმეჯერ პატრულირებენ ხოლმე ტერიტორიაზე ისედაც, რომ შეხედონ და თვითონაც 24 საათი აკვირდებიან ამ შემთხვევაში ვიდეო კამერებს. სახანძრო სისტემები ცხადია, რომ ეგრევე რამიც თუ რაიმე იქნა მოკლედ ხო, უმაღლეს დონეზე. კი ბატონო. ნუ ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლი კიდევ ამას ხას გავუსვამ, იმიტომ რომ ტემპერატურის კონტროლი არ არის ხოლმე ხე ყველა საწყობში ნამდვილად, იმიტომ რომ ისედაც რთული არის შეინარჩუნო ხა რაღაცა რეინჯში ეს ტემპერატურა რა, ხო? ნუ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა და ჩვენ ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლიც გვაქვს ზუსტად, იმიტომ რომ თუნდაც ჩვენს დოკუმენტებს ჭირდება მინიმუმ რა. ეს ახლა აქ არ არის საუბარი რომ მაგალითად 3 ცივრი არ აქვს ახლა ამ წუთას ანუ მინუს ტემპერატურაზე არა მაგრამ 15-დან 25 გრადუსამდე უნდა იყოს ჩვენთან ტემპერატურა შენარჩუნებული ტენიანობა პესტ კონტროლი დასუფთავება ყოველდღიური რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თან ახლავს ამ ყველაფერს და რაც შეეხება IT უსაფრთხოებას აი უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა და ტექნიკა გვაქვს ამ შემთხვევაში იმიტომ რომ აი IT აუდიტებს გავდივართ ყოველწლიურად ჩვენი კლიენტები რომლებიც წეგანაც ვახსენე რომ საკმაოდ ისეთი მოწინავე ლიდერები არიან ფინანსური ბაზრების ხო აი ისინი რა თქმა უნდა საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვთ თავადაც და ჩვენც უნდა დავაკმაყოფილოთ და ისედაც ეს არის ჩვენი ნიშა რა რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვასრულებთ აუდიტებს გავდივართ ISO სტანდარტებთან შესაბამისობაში არის ეს IT უსაფრთხოებაც ყავს კიდევ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია IT მომსახურების სფეროში, რომელიც მონიტორინგს უწევს საერთოდ ჩვენთან რა ხდება, გარდა იმისა, რომ კვალიფიციური კადრები ყავს თავისთავად და მოკლედ, რა ვიცი, უსაფრთხოებაზე ვართ მაქსიმალურად ორიენტირებულები რა. დოკუმენტების გაციფრულება. ეს ნუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია ბიზნესებისთვის და მოდი ამაზეც ვილაპარაკოთ რა მომიყევით როგორ ხდება. ხარ მიხარია მეგრო შემეკითხე, იმიტომ რომ ჩემს სათქმელს ვიტყვი. კი ბატონო. ხო. რატო ახლა? ნუ დღეს ძალიან დიდი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ახლა ქაღალდის მოხმარება იკრებს. ეს ახლა ყველამ ვიცით, დღევანდელ რეალობაში, გინდ ეკოლოგიური კუთხით და გინდ ეფექტურობის კუთხით, ცხადი არის, მაგრამ green ის რასაც ქვია. ხო, მაგას ჩვენს მხარს ვუჭერთ იდეაში. ხო, ახლა პანელებიც დავაყენეთ, მზის პანელები და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ჩვენს ხო გარემოს დაცვის ამბებში ჩავერთოთ. მაგრამ არსებობს დოკუმენტაცია ძველი, ხო? რომლებიც უნდა შეინახოს ჯერ კიდევ კომპანიებმა წლობით. ეს არის რეგულაციები და ამას მოკლედ ითხოვს კანონმდებლობა და
ხშირად უდგებათ ხოლმე ესეთი საკითხი და იდეა, რომ ხომ არ გავაციფრულოთ ეს ყველაფერი, რაც უნდა შევინახოთ და უბრალოდ დოკუმენტები ქაღალდი მოვიშოროთ, ესე ვთქვათ, ხო? რადგან ადგილს იკავებენ და რა თქმა უნდა, მე იმ გაციფრულებულის მოძებნა მათთვის მარტივია, მაგრამ იქამდე ხომ უნდა მიხვიდე და იმ დონეზე, ეხლა ჩვენ ყავს გუნდი, სკანირების გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, სკანერები გვაქვს ასევე ისეთი მოდელები, რომლებიც რაღაცა წამის რაღაცა მიასედებში ასკანერებს თითო გვერდს და ასე შემდეგ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც რაც არ და კარგად გვესმის, მოკლედ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს პროცესი და რომ მოდიან ჩვენთან მაგ მოთხოვნით, რომ ჩვენ გვინდა გაციფრულება და არ გვინდა ბატონო ფიზიკურად შენახვა რა, ამ hard copy-ს, ხო? ამ კოსტებს, ანუ ხარჯებს გათვალისწინებით არ გამოდის ესეთი იაფი მოკლედ ეს მომსახურება, რომ გააციფრულოს სრულად მთელი ეს მარაგი ამ დოკუმენტების. ამაზე ბევრად უფრო იაფი გამოდის, რომ მე შეგინახო ამ შემთხვევაში ეს დოკუმენტები და ის მოძებნის პრობლემაც რო გაქვს შენ მითხარი, რომელი დოკუმენტი გინდა და იმას მოგაწოდებ, როცა გინდა, მაგის გამო რომ არ ასკანერო ასეულობით 1000 გვერდი. თქვენ ესე იგი, ანუ ფიზიკური საცავიც გაქვთ და cloud საცავიც გაქვთ და cloud საცავი რა თქმა უნდა გვაქვს, კი. მაგრამ ხო, იმის თქმა მინდოდა რომ 10 რაც დოკუმენტები შეიქმნება, კი ბატონო, იქ უკვე შეიძლება ოპტიმიზირებულად და ეფექტურად მოიფიქრო მან რა, როგორ გააკეთო, მაგრამ ძველების გაციფრულება არ არის სხვათა შორის, ანუ ესეთი ხარჯ ეფექტური, როგორც კომპანიებს. ხო, მაგრამ ნუ მაინც ძალიან კაი სერვისია რა, იმიტომ რომ ვიღაცას უღირს მაინც და რა თქმა უნდა, მაინც და ეს მომსახურება რო არსებობს ბაზარზე უკვე ძალიან კარგია რა. რა თქმა უნდა, კი. ზოგიერთისთვის მაგალითად ანუ ეგრეთ უქნიათ, რომ გაუციფრულებიათ კიდეც და იმასაც იტოვებენ, ხაღალცაც იტოვებენ და ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ. უბრალოდ სულ გვიწევს ხოლმე ამის ახსნა რა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენი ვალი არის, რომ რა უკეთესია ის ვურჩიოთ ამ შემთხვევაში რა და არ არის ხოლმე ეს სუფთა და გამჭვირვალე ბიზნეს მოდელი. ხო, და არ არის ხოლმე ეს გაციფრულება ყველაზე იდეალური ვარიანტი ამ დროს. 10 სამომავლოდ კი ბატონო, ან შეიძლება ეგრეთ აგეკმო რა პროცესები. გასაგებია. რა რჩევა გინდათ მიცეთ ქართულ e-commerce-ებს? ხო. თავი პირადი გამოცდილებითაც, კორპორატიულითაც, რა ვიცი, ნებისმიერი მიმართულებით. იცით რა არის? ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, e-commerce-ებს კი არა, საერთოდ ნებისმიერ ბიზნესისთვის მე მგონი, ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა რა, რომ კვლევა რა ჭირდება შენს მომხმარებელს და ისე არ უნდა დაიწყო მოკლედ შენი საქმე რა, რომ მოიკვლიო ბაზარი, გამოიკითხო რა არის მოთხოვნა, რა ჭირდება და მოერგო და ცოტა მოქნილი უნდა იყო მაგ შემთხვევაში მე უკვე ამ საჭიროებებზე რა ჩვენი 3PL მომსახურებაც ეგრე წამოვიდა საერთოდაც რა სულ თავიდან რატო გადავწყვეტთ რომ დაგვენერგა რა რომ საკმაოდ ესეთი მზარდი ტემპი გვაქვს ახლა არქივის მიმართულებით და არ ყოფილა რომ რაღაცა მაინც და მაინც გეგმა ბეგვეძებნა იმ წუთას მაგრამ ძალიან გავს თუ დააკვირდები ამ დოკუმენტების მართვა და ეს სამარაგების მართვა ერთმანეთს რა რაღაცა დაახარისხე, აღრიცხე, შემოდევი, საჭიროების დროს ჩამოიღე. ბევრი თანაკვეთაა ასე. ხო და გამოჩნდა უბრალოდ ესეთი პოტენციური კლიენტი, რომელსაც ჭირდებოდა თავისი მარაგების შენახვა, სასაწყობი ჭირდებოდა, მოკლედ სივრცე არ საერთოდ არ ეძახდა ის 3PL-ს მაგას რა, საერთოდ არა. უბრალოდ მოვიდა რომ ქირაობა გვინდა, გქონდა ჩვენი წუთას ახალი აშენებული იყო მაშინ ეს მესამე საწყობი და გქონდა ცარიელი სივრცე. რატომაც არა, უბრალოდ უნდოდა რომ აი იქნებ თან ეს შეკვეთები რომ ექნება, გამიმზადოთ ხოლმე ამიგროვოთ ეს რაღაცა სათითაო თითო ნიუთი. და მე დავარიგებთ რა. ხო და რო დავაკავშირეთ ერთმანეთთან და გამოვკითხეთ ამ ადამიანს ახლა საჭიროებებზე მოიტანა ხო საუბარი ამან რომ გამოვკითხეთ რა უნდა და რა იყო მისი მომხმარებლებს რა ჭირდებოდა და ასე შემდეგ მივხვდით რომ ძალიან გავს აი ამას დოკუმენტების მენეჯმენტს და რატომაც არ ახლა იმხელა გამოცდილება გვაქვს მოდი ესეც ვცადოთ ავიღეთ ჩვენს თავზე მოგრეთ ეს საქმე ეს პირველი ჩვენი 3PL კლიენტი დავიკონტრაქტეთ და ძალიან კარგადაც წავიდა საქმე სხვათა შორის რა და ეგ არის რა როცა მოусმენ შენს მომხმარებელს რა უნდა ხო მე უკვე შეიძლება კარგი ბიზნეს იდეა გაჩნდეს რა კი და ჩვენი პროდუქტები სხვათა შორის ანუ სულ უფრო მრავალფეროვნება და ყალიბდება მაქედან გამომდინარე რომ
ეხლა რო გვითხრა რომ რაღაცა შენი სტანდარტული price list-ი მოგვეციო, კი, არის მაგაზე მოთხოვნა და გვაქვს სტანდარტული, მაგრამ იქ ყველაფერი არ წერია, იმიტომ რომ და სულ ვეუბნებთ რომ გითხარი შენ რა ჭირდება მოგვიყევი რა და შეგიქმნი იმ პროდუქტს შენ თუ კი არა გვაქვს ხო გაწერილი ასე ვთქვათ იმ სიაში და მართლა სულ მრავალფეროვანი არის ხოლმე და ახალ სახელებსაც ვიფიქრებთ ხოლმე რომ იმიტომ რომ ვიღაცას რომ უბრალოდ აგროვება უნდა იმას რომ ეტიკეტირება უნდა და მე ამის კომბინაციად შევქმნით კიდე რაღაცა სხვა პროდუქტი შეიქმნა და ესე მრავალფეროვნება მოკლედ ხო ანუ ძალიან მიხარია და მომწონს რომ აი ისეთ ძალიან დინამიურ და ცვალებად ბიზნეს გარემოში მაქსიმალურად ადაპტირებადი ტიპები ხართ ასე ვთქვათ რა. თუ არ იქნება ჩემი აზრით ვერც გადარჩები ხო იმიტომ რომ ეხა გულწრფელები რომ ვიყოთ შეიძლება არქივის მიმართულებით არ არის რაღაც ესეთი კონკურენცია მაგალითად მაგრამ სამპიელს მიმართულებით ეხა საწყობი ბევრი არის ძალიან ხო და არიან ბაზარზე ეხა სხვა კომპანიებიც ჩვენი ასე ვთქვათ კონკურენტები რომლებიც ასევე ანალოგიურ მომსახურებას სთავაზობენ ხო და ზუსტადაც რომ უნდა მოქნილი იყო თორე მართლაც ვერ გაძვრები მაგ კონკურენციაში რა უნდა აგირჩიონ შენ და რატო? რა თქმა უნდა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და ბევრ წარმატებას გისურვებთ. მადლობა ლადო პირიქით, ასევე წარმატებები თქვენს ასოციაციას და რა ვიცი, მგონია რომ ძალიან კაი გადაწყვეტილება, ერთ-ერთი გონივრული გადაწყვეტილება იყო თქვენს ასოციაციაში გაწევრიანება და მგონია რომ ბევრ სარგებელს მოვუტანთ ერთმანეთს. ძალიან დიდი მადლობა. ასევე პირიქით.